გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგაბიანი და ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე სტუმრობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გარდაბნის სოციალურად დაუცველ ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდათ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში სოციალურად დაუცველ ქართველ და აზერბაიჯანელ ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის სამედიცინო ეკოსკოპიური გამოკვლევა უსასყიდლოდ ჩაუტარდათ. საავადმყოფოს მეტპერსონალი მათ დილიდან საღამომდე ემსახურებოდათ. მოსახლეობა დღევანდელი საქველმოქმედო აქციით კმაყოფილი დარჩა. ძალიან კარგია, მე ძალიან გამიხარდა რომ გავიგე რომ ტარდებოდა ესეთი უფასო გამოკვლევები. მე მჭირდებოდა ექიმთან უსვლა გინეკოლოგთან, მოვედი, გამსინჯის ძალიან კარგი იყო, კმაყოფილი ვარ. და რა ვიცი, ძალიან კარგია ყველასთვის. მოსახლეობის მედიკამენტებითა და სხვადასხვა სახის სამედიცინო პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე დღეს გარდაბანში კომპაქტურად ჩასახლებული პირების პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. სტარდება დევნილების გამოკვლევა, პროფილაქტიკური გასინჯვები, აგრეთვე ჯანდაცვის შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოყო მედიკამენტები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჰუმანიტარულად და გადმოვეცით საავადმყოფოს, რათა დანიშნულებისამებრ დაენიშნოს იმ დევნილებს სამლები, რომელსაც ეს სჭირდებათ პაციენტებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს განხორციელდა, იმიტომ რომ მოსახლეობამ მოითხოვა, ჭირდებოდათ მას სამედიცინო შემოწმება და შემდეგ მედიკამენტები და დიდი მადლობა რომ მოსახლეობის ეს თქონა ოპერატიულად შეასრულა ჯანდაცვის სამინისტრომ. დღეისათვის მსგავსი ტიპის სამედიცინო გამოკვლევა რეგიონის მასშტაბით 1200-მდე დევნილ პირს ჩაუტარდა. ანალოგიური ჰუმანიტარული აქციების განხორციელებას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა იმ რეგიონში გეგმავს, სადაც დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები.